რა დავაკელით ქართულმა ამომრჩეველმა ქართულ პოლიტიკოსებს და სად გადის ადემარკაციო ზღვარი დებატებსა და პროვოკაციას შორის. ეს არის გადაცემა კვირის აზრები, მე რუსუდან ჯიქია ვარ და ჩვენ კვირის მთავარ მოვლენებს ერთად შევაფასებთ. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ზაზა ხუჩზიშვილი, ქართული ოცნების წარმომადგენელი და ვაკის ნომერ მესამე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი გიორგი ჩიტაური, სამგორის ნომერ მე-12 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. საღამო მშვიდობისა ბატონებო, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ზაზა, თქვენგან დავიწყებთ. ძალიან მძიმე პროცესები გამოიარეთ მთელი 4 თვიან მარათონში ჩაებით, მით უმეტეს რომ თქვენ არ ხართ მიჩვეული ამ რეჟიმს. როგორ შეაფასებთ ამ პროცესებს და როგორ ფიქრობთ, მთავარი შეკითხვა რაც დავსვით, რატომ ვერ გავიზარდეთ, რა გვაკლია ქართველ პოლიტიკოსებს, რა აკლიათ იმისათვის, რომ მშვიდად ჩაიაროს წინასაარჩევნო რეჟიმმა? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის, მივესალმები კოლეგას. მე ვფიქრობ, რომ გავიზარდეთ, რადგან ეს თქვენს მიერ ჩამოთვლილი შემთხვევები არის იშვიათი გამონაკლისები, რაც ძალიან მიხარია. ძირითადად დებატების დროს უკვე ამომრჩეველი ითხოვს საარჩევნო პროგრამას, ესეც ამომრჩევლის გაზრდას ნიშნავს და მომწიფებას იმისათვის, რომ არა ბელადი ავირჩიოთ, არამედ რეალურად პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს კონკრეტული პროგრამა, რომელიც არის რეალური და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საარჩევნო კამპანიის დროს ძალიან კონკრეტულად ითხოვენ თითოეული პუნქტის შესრულებას როგორ ვაპირებთ. ამიტომ ეს მიუთითებს იმაზე, რომ აი მანამდე როგორც იყო სიტუაცია, რომ წინა ბელაც ვინ მოერევა და როგორც გამოჩნდებოდა ისეთი ადამიანი, ვინც მოერეოდა წინა ბელაც, როგორც წესი ხმას აძლევდნენ. დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილი, თანაბარი პირობები აქვთ სატელევიზიო ეთერის მეშვეობით, ძალიან უამრავი თოქ-შოუ, ძალიან ბევრი თოქ-შოუ არის, სადაც თანაბარი დრო ეძლევათ პოლიტიკოსებს იმისათვის, რომ ამორჩეველს განუმარტონ და დაუმტკიცონ, რატომ უნდა მიცეთ მას ხმა. ქალაქში უამრავი ბილბორდები არის სხვადასხვა პარტიის გაკრული, პლაკატები გაკრულია, ძალიან მომწონს, რომ კულტურა ამაღლდა და პლაკატებს ახლად გარემონტებული სახლის ფასადებზე აღარ აკრავენ. ჩვენგანაც იყო ძალიან მკაცრი მითითება, რომ ყოფილიყო მარტო სამშენებლო ღობეებზე და ისეთ ადგილებზე, რომლებიც ჩვენი ქალაქის არის გათვალისწინებული იდეაში და კანონი უნდა დაიცვას. და ეს როგორც წესი არის დაცული. რჩებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ფიქრობს, რომ შეურაცხყოფელი სიტყვებით ვიღაცის გულს იგებენ, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. სამწუხაროდ ჩვენი მთავარ კონკურენტად შერაცხული პოლიტიკური ძალაც იგივე მეთოდით აგრძელებს საუბარს. მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას უყვარს იმისთვის, რომ ამ ადამიანმა 3 მილიარდი დახარჯა ქველმოქმედებაზე ამ ქვეყანაში, 700 ეკლესია, მონასტერი აღადგინა, ისტორიული, ამის გარდა უამრავი შენობა ნაგებობები და გარდა ამისა შეცვალა ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც იყო 2012 წლამდე და შეასრულა თავისი პირობა, მოვალ და აუცილებლად გავიმარჯვებ და წელიწად ნახევარში დავტოვებ პოლიტიკას და სხვა გუნდს მივცემ ასპარეზს. ეს არ უთქვამს ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად, როცა მოდიოდა პოლიტიკაში თქვა რომ წავიდოდა, თუმცა არ უთქვამს რომ წელიწად ნახევარში წავიდოდა ნამდვილად. თქვენ მოგმართავთ შემდეგი შეკითხვით, ზაზამ ბრძანა რომ გულით ფიქრობს რომ თუ შეურაცხმყოფელ განცხადებებს გააკეთებენ პოლიტიკოსები, მაშინ შესაძლებელია რომ ამორჩევლის გული მოიგოს. თქვენი აზრით შესაძლებელია თუ არა დღეს შეურაცხმყოფელი განცხადებები? ეს დაბეჭდილება ხდია. მათ გონიათ და რეალურად ასე არ არის, იმიტომ რომ არავის აღარ მოწონს ესეთი რიტორიკა. თქვენ როგორ ფიქრობთ? პირველ რიგში მოგესალმებით ჩემს პატივისცემას ბატონ ზაზას როგორც ხელოვანს უდასტურებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ კითხვებს, რა თქმა უნდა, ვერ არიდებთ ბატონო ზაზა თავს, რომელი კითხვებიც რეალურად დგას იმ კოალიციის წინაშე, რომელ კოალიციასაც თქვენ წარმოადგენთ. ყოველ შემთხვევაში სიტუაცია არის ძალიან რთული, ძალიან კატასტროფული, იმიტომ რომ პირადად მე დავდივარ უბნებში, ვხვდები ამომრჩევლებს და ძალიან რთული სიტუაცია არის. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში სიტუაცია რადიკალურად შეცვალოს, ეს არის ლეიბორისტული პარტია, თავისი 25 წლიანი მოღვაწეობიდან გამომდინარე ეს დაამტკიცა კიდევაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ
ჩვენი ამომრჩეველი დღეს უკვე გააკეთებს სწორ არჩევანს და ეს აზრი თქვენი აზრით დღეს ამორჩეველი იმსახურებს ლეიბორისტულ პარტიას, ხო? 25 წელს. იმიტომ რომ უკვე ხალხი ამისათვის მზად არის. რეალურად სადაც არ უნდა გახვიდეთ ის რომ 90%-ს თუ გიორგი, რამდენი ხანია რაც ლეიბორისტული პარტიის წევრი ბრძანდებით? მე ლეიბორისტული პარტიის წევრი უკვე 9 წელი არის რაც ვარ და ის რომ დაუშვათ როგორც ბატონმა ეს არ ყოფილა სისხლიანი 9 წელი, ხო? ხო, ნუ არ ვიცი ვისთვის როგორ მაგრამ როგორც ბატონმა ზაზამ ბრძანა ის რომ 90%-ს და დაჟე უფრო მეც უყვარს ბიძინა ივანიშვილი, მე შემიძლია გითხრათ, გავიდეთ ნებისმიერ ადგილას, გინაც გაჩერებაზე, გინაც რეგიონებში, გინაც სოფლებში და ხალხს ვკითხოთ, რამდენ პროცენტს უყვარს ბიძინა ივანიშვილი. პროცენტი არ მეთქვა. ალბათ არ არის გადამწყვეტი პოლიტიკური არჩევნის გასაკეთებლად, ხო? საკმარისია თუ არა მაგალითად გიყვარდა შალვა ნათელაშვილი იმისთვის რომ ლეიბორისტებს მისცე ხმა? ეხლა ეს ამორჩევლის გადასაწყვეტია ვის რა რომელი პოლიტიკოსის მიმართ აქვს ესე ვთქვათ სიმპათია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ გაკეთებული საქმეებიდან გამომდინარე იზომება ესე ვთქვათ სიმპათია ან ანტიპათია რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. კი ბატონო, გაკეთებული საქმეები ახსენა გიორგი, თქვენ უკვე სცადეთ ჩამოგეთვალათ, მე გაგაწყვეტინეთ, საბოლოოდ აღარ ჩამოგათვლევინეთ ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული საქმეები, მანამდე სანამ პოლიტიკაში მოვიდო და მე მაინტერესებს ბატონ ზაზა, ყველამ ვიცით და ეს არავის ალბათ არ დავიწყდება და ყველამ ვიცით ეს ამორჩეული საბოლოო ჯამში იყო ბიძინა ივანიშვილის ამორჩეული, რომელსაც ახსოვდა ის თუ რა ქველმოქმედებას ეწეოდა ის სანამ პოლიტიკაში მოვიდო. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, რამდენად თვლით რომ მან გაამართლა ქართველი ამორჩევლის იმედები იმ დაპირებების თვალსაზრისით, რა დაპირებებიც მან გასცა, არ გულისხმობ 2012 წლის რეჟიმის გათავისუფლების დაპირებას, ჩვენ ყველამ ვიცით რომ რეჟიმი შეიცვალა. გიპასუხებ სიამოვნებით, პირველ რიგში მე მინდა ვთქვა რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს არ გახლავთ ქართული ოცნების ლიდერი, ქართული ოცნების ლიდერი არის გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც არის მე ვფიქრობ უალტერნატივო ლიდერი გამომდინარე თავისი თვისებებიდან, განათლებიდან, რაც ძალიან ჭირდება ქართულ პოლიტიკას, სწორედ რაზეც თქვენ ბრძანდებით, ეს არის აბსოლუტურად გაწონასწორებული ადამიანი პოლიტიკური სიმწიფის ასაკში, განათლება მიღებული ამერიკის შეერთებულ შტატებში და ძალიან დიდი გამოცდილებით, როგორც ეკონომიკურ, ასე ფინანსურ სფეროებში მუშაობით. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მე ვიგულისხმე ის, რომ განცხადებები, ასე ვთქვათ, როგორც თქვენ ბრძანეთ, უცენზურო არის მის მიმართულებით და ამ კონტექსტში ვიგულისხმე ის რომ როგორც წესი სამიზნე ის ყავთ და უნდათ რომ აი გუნდის რაღაცნაირად თითქოს მიაბან რომ ამ ადამიანის შეურაცხყოფა რაღაცნაირად გადმოვიდეს გუნდზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას შემდეგ რაც 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა გამოუცხადებს დობას გიორგი კვირიკაშვილს და მის 70%-ით გადახალისებულ გუნდს, ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დაიხურება. არის თუ არა ის არაფორმალური ლიდერი. რაც შეეხება დაპირებებს, მინდა გითხრათ რომ ეს 4 წელი იყო ძალიან რთული. 2 წლის განმავლობაში ქალაქის ხელმძღვანელობაში დარჩა ნაციონალური მოძრაობა და 2014 წლის აგვისტოდან არის შესული მართვაში უკვე ქართული ოცნება. 1 წლის განმავლობაში დარჩა პრეზიდენტი სააკაშვილი, ეს იყო კოჰაბიტაციის დრო. მინდა გითხრათ რომ მართალი ბრძანდებით ეს იყო დიდი ლაშქარი, რომელიც შეიკრიბა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ჩამოსილებისთვის და ეს მოხდა კიდეც. ამ პოლიტიკური პარტიებიდან ნაწილთან ურთიერთობა როგორც ნახეთ, დროთა განმავლობაში შევიდა ჩიხში. დღეს ეს არის აბსოლუტურად დემოკრატიული და სწორი პროცესი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია იყრის ცალკე კენჭს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ყოფილი პარტნიორებიდან როგორც რესპუბლიკელებს, ასევე თავისუფალ დემოკრატებს, როგორც მინიმუმ 4-5 სამინისტრო ებარათ და ასევე კომიტეტები და მათი მუშაობის მიხედვით და როგორც გააცნეს თავის საზოგადოებას, ქართველი ხალხი იმის მიხედვით მათ დაუჭერს მხარს, ან არ დაუჭერს მხარს, ეს არის მათი გადასაწყვეტი. ამიტომ მე ვთვლი, რომ იმ დაპირებებიდან, რომელიც იყო წინასაარჩევნოდ გაცემული, ძალიან ბევრს ვერ შესრულდა იმის გამო, რომ საქართველოს გარშემო შეიქმნა ძალიან ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება. უმძიმესი შედეგები ჰქონდა რუსეთი-უკრაინის ომს და ამის, ასე ვთქვათ, ესე გატარება არანაირად არ გამოვა. უმძიმესი შედეგი ჰქონდა
ფინანსურ კრიზისს, რომელიც ყველა ქვეყანას შეეხო საქართველოს გარშემო და ნებისმიერი საერთაშორისო ექსპერტის შეფასებით საქართველოს სამაგალითოდ გაართვა რეგიონში თავი. ჩვენ რა თქმა უნდა ქართულ ოპოზიციონერებს თუ შევხედავთ, მათი ასე ვთქვათ მიზანი და საქმიანობა არის ხელისუფლების კრიტიკა. რაც არ უნდა მაგრა იმუშაოს გიორგი კვირიკაშვილმა და მისმა გუნდმა, აუცილებლად გამბოლენ და იტყვიან რომ ცუდია. კი, ზოგადად ოპოზიციაში ყოფნა ესე მომგებიანია. ხო, ესე ლანძღავდა აგენე ყველაფერს აბრალებ მათ და ენას როგორც ამბობენ ძვალი არ აქვს, არავინ პასუხს არ გთხოვს, არავით არის ცილის წამებისთვის, არავით არის ციფრები არ მოაქვთ, აი ყველაფერი უკან მიდის, ხო? დავსხდეთ ახლა და სამინისტროების მიხედვით გავიაროთ ჯანდაცვა, გავიაროთ საგარეო ურთიერთობები, გავიაროთ სოფლის მეურნეობა, გავიაროთ ეკონომიკა და რომელში გვაქვს უკუსლა აგერ დაგემტკიცებ ბატონებს. მანამდე მაინტერესებს გიორგი, როგორ ფიქრობთ, ადვილია ოპოზიციაში ყოფნა? ამ ცილის წამებულური განცხადები, როგორც ბატონი ზაზა ამბობს, ანუ საკმარისია გააკრიტიკო არგუმენტების გარეშე ხელისუფლება და ამით დაიწერთ რეიტინგს, ანუ სად არის არგუმენტები, სად არის ციფრები? მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი არგუმენტები არის ჩვენს მოსახლეობაში და ყველაზე კარგად ჩვენი მოსახლეობა ხედავს, რა კეთდება ქვეყანაში, რა მიმართულებით გვაქვს წინსვლა და რა მიმართულებით გვაქვს უკუსვლა. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი არაფერს არ წყვეტს ქართულ პოლიტიკაში, მე ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ ბიძინა თქვა საზამბრძანა, რომ არ არის ლიდერი დღეს ოფიციალურად ქართული ოცნების. ოფიციალურად არის თუ არ არის, ფაქტი არის ერთი, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ამ ქვეყანაში არაფერი არ წყდება. როგორ ამტკიცებთ ამ ფაქტს შეიძლება მითხრათ? არა, ამბობ რომ ფაქტია და მე ასე შემილია ფაქტი ვთქვა, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას აფინანსებს კონკრეტული პოლიტიკური ძალა და თქვა რომ ეს არის ფაქტი, მაგრამ უნდა მოვიყვანო მტკიცებულება. ამიტომ არ ვამბობ ამას და თქვენ რომ ამბობთ ფაქტი, გითხარით რამე მტკიცებულება. კი ბატონო, გეტყვით რომ მოგახსენებთ თითქმის ყოველ ორ კვირაში, სამ კვირაში ერთხელ რიგი დგას ბიძინა ივანიშვილთან. მე შემიძლია ისიც მოგახსენოთ და ისიც გითხრათ, რომ თამაზ მეჭიაური, რომელიც გამოეყო, ესე ვთქვათ, თქვენს კოალიციას დღეს ესე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით. ვისი რიგი დგას უკაცრავად? ბატონო? ვისი რიგი დგას? რიგი თქვენი წარმომადგენლების ამე ფოტომასალა ხო არის? მე თვალით არ მინახავს ბიძინა ივანიშვილი. თვალით არ მინახავს. და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ საარჩევნო პლაკატებზე პირველი წერია თავისუფლება. მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტური თავისუფლება მაქვს, არავინ არ მარიგებს ჭკუას ეთერში რაზე ვისაუბრო, არის რაღაცა პრინციპი, რაზეც გუნდი შეთანხმდა, ეს არის უალტერნატივო. გუნდი ხო ათქვათ, ვინ არის გუნდი, მაჟორიტარები და პარტიული სია. ეს არის გუნდი, ეს გუნდი თანხდება იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროპული გზა არის უალტერნატივო და ეს გუნდი თანხდება იმაზე, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტული არის ეკონომიკის განვითარება და ბიუჯეტის ზრდა და განათლება. განათლება არის საქართველოსთვის ნომერი პირველი პრობლემა დღეს და ამაზე ევროპული გზა უალტერნატივოა თქვენ ამბობთ და თქვენი გუნდი ამბობს. საინტერესოა ამ ფონზე, როდესაც უკრაინამ აირჩია ევროპული გზა, რატომ მოხდა ისე, რომ ოკუპანტი რუსეთის მიერ ჩატარებული არჩევნები ყირიმში არ შეფასდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ისე, როგორც ფაქტობრივად დანარჩენი განვითარებული სამყაროსგან. მე მინდა გითხრათ, რომ როდესაც საქართველოს ოცნება მოდიოდა ხელისუფლებაში, მაშინ იყო მუდმივად საუბარი იმაზე, რომ როგორ აპირებთ ევროპული ღირებულებების დამყარებას და ამ მიმართულებით სიარულს, ისე რომ პარალელურად რუსეთთან გაუმჯობესდეს მდგომარეობა. მე მინდა გითხრათ, რომ მე პირადად გახდით რუსავი ორის ეთერში, სადაც ნაციონალური მოძრაობა და მათი მხარდაჭერები პირდაპირ გვიყიჟინებდნენ, რომ რუსეთში ოლიმპიადა უნდა დაგვებლოკა. ჩვენი პარტნიორებთან შეთანხმებით გვაქვს შემდეგი პოლიტიკა. რომ გარკვეული განცხადებებით და გარკვეული ასეთი ნაბიჯებით, როგორც არის ოლიმპიადის დაბლოკვა, შეიძლება ჩვენ ეს ბაზარი ისევ დაგვეკარგა. ევროპული ბაზარი 500 მილიონიანი ჩვენ გველოდება, მაგრამ იქ გარანტიები იმისა, რომ ქართული პროდუქტი ერთ დღეში ყველაფერი გაიყიდება, ამის არა გვაქვს. ამას უნდა წლები, რომ ქართული ღვინო ვასწავლოთ, როგორია ქართული თაფლი, თხილი, ასე შემდეგ. ამ პირობებში და აი ამ პერიოდში, გარდამავალ პერიოდში, რუსეთის ბაზრის აღდგენა იყო
უმნიშვნელოვანესი ამბავი. ამ ბაზარზე ოცნებობს მთელი მსოფლიო. 700 მილიონი დოლარის პროდუქტია სოფლის მეურნეობის გასული რუსეთში ამ 4 წლის განმავლობაში. აი სწორედ ეს მოხერხდა ისე რომ განცხადებებით და ისე რომ ცოცავი ოკუპაცია გრძელდება, ხო? იცით რა, ცოცავი ოკუპაცია ეს არის რუსეთის ესეთი წინასწარ გათვლადი ნაბიჯი, რაც უფრო ერთ ეტაპზე გადავალთ ევროპასთან, ისინი ამას აკეთებენ. ისინი ამას აკეთებენ იმ საზღვრებში, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ მოუზომა მათ. იმიტომ რომ მანამდე სხვა საზღვრები ჰქონდათ სანამ გასაგები ამას აკეთებენ, მაგრამ როგორც წამოიღეს წინ, ასევე წაიღებენ უკან მერწმუნეთ. ამას უნდა უბრალოდ დრო. თავარი არის, როცა ჩვენ ვიქნებით ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა და ვიქნებით ევროპის პარტნიორი. 2030 წელს დავალოდოთ იმისთვის რომ იცით რა, დღესდღეობით სხვა ვერკეტი ჩვენ არ გვაქვს. დღესდღეობით ჩვენ ევროპაც და ამერიკაც ძალიან სერიოზულად გვიჭერს მხარს იმაში, რომ არაღიარების პოლიტიკას აგრძელებენ, ქართული პროდუქტი, ქართული პასპორტი იმდენად მნიშვნელოვანი გახდება ცოტა ხანში ევროპისთვის, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები თვითონ დაინახავენ იმ უპირატესობას, რომელიც არის მათი საქართველოსთან ინტეგრაციის პირობებში. დიდი მადლობა. სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა საბოლოო ჯამში თქვენი საარჩევნო პროგრამა ოფიციალურად. თქვენი აზრით 25 წელი რომცა არის პარტია პოლიტიკაში, უნდა აქვეყნებდეს თუ არა საარჩევნო პროგრამას ამ არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, როდესაც მაგალითად ქართული ოცნება, რომელიც არის ძალიან ახლად გამოჩენილი პოლიტიკაში შეძლო რომ თვენახევრით ადრე ქონოდა საარჩევნო პროგრამა. ანუ რატომ დააგვიანეთ? ხო, ნუ ახლა მე რაღაც დანაშაულს ვერ ვხედავ იმაში, რომ დაუშვათ რამოდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა სიას არ გულისხმობ საარჩევნო პროგრამას გულისხმობ ანუ ჩვენი საარჩევნო პროგრამას ჩვენ მთელი 25 წლის განმავლობაში საჯაროდ ვამბობთ, ვაცხადებთ ამ 25 წლის განმავლობაში იცვლება ეკონომიკა, იცვლება საზღვრები 25 წლის. კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ ნუ სანამ ესე ვთქვათ, კარზე მოგვადგებოდა ეს არჩევნები და 8 ოქტომბერი, გაცილებით ადრე მე ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა ჩვენი პროგრამა. ჩვენი პროგრამა ძლიერ შეამოწმოთ, ის გამოქვეყნდა თქვენი საარჩევნო პროგრამა, ზუსტად ვიცით რომ რამდენი. მე დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნებამდე გაცილებით ადრე მოხდა ჩვენი საარჩევნო პროგრამის ესე ვთქვათ გასაჯაროება. კი ბატონო, მე მაყურებელს ვეთქვი, რომ შეუძლია შეამოწმონ და ნახონ ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო პროგრამა, როდის გამოქვეყნდა. კი ბატონო, შეგიძლიათ ნახოთ და დარწმუნდებით ნამდვილად, რომ კი ბატონო, მაშინ რა გავაკეთეთ? ლეიბორისტული პარტია 25 წელი არის ქართულ პოლიტიკაში. თქვენ ბრძანეთ, რომ ახლა არის დრო და თქვენი საარჩევნო კლიპებიც ასეთი ახლა არის დრო ხმა მივცეთ ლეიბორისტულ პარტიას. ყველას გვახსოვს, თავის დროზე ლეიბორისტულმა პარტიამ მოიგო დედაქალაქი და ადგა და გადააბარა. ანუ ერთხელ მოგცეს ეს შანსი ანუ კიდევ ერთხელ რომ ითხოვთ. ხო, ნუ დავიწყოთ იქედან, რომ ჯერ ნუ დედაქალაქში კი ბატონო ჩვენ ხელისუფლება არავისთვის არ გადაგვიბარებია და ლეიბორისტულ პარტიას არასოდეს არ გადაუბარებია. როგორ არა, მიხეილ სააკაშვილის გადააბარა. ხო, ნუ ეხლა ეს თქვენი ესე ვთქვათ, თქვენი კოალიციის რიტორიკული რაშუაში არის, ეს არის ისტორიული ფაქტი. რიტორიკა რაშუაში. ნუ რომელ ისტორიულ ფაქტზე მე იმედია რომ მოიგო ადამიანმა ისე და დანიშნა მიხეილ სააკაშვილი. არ მოუგია. უმრავლესობა არ ყავდა, შეგიძლია ნახოთ, გადაამოწმოთ. უამრავი მასალები. საგრებულოს თავმჯდომარეს ალტერნატივა კანდიდატი იყო შალვა ათელაშვილი, არ გვინდა ხო, ნუ ეხლა არ ყავდა ადამიანს და ეხლა ნუ ადამიანს აბრალებთ ისეთ რაღაცას, რაც ადამიანს არ გაუკეთებია და არც ქონია ამის შესაძლებლობა და ეხლა ის რომ სააკაშვილს დაუთმო, ნუ არაფერი არ დაუთმია, ამაზე სრული პასუხისგებლობით შემიძლია მაგაქცეთ პასუხი. აქედან გამომდინარე, ახლა რაც შეეხება ჩვენს პროგრამას, ნუ მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის და ნუ განსხვავებით ქართული ოცნების მე არ ვიცი პროგრამის, ნუ თქვენ რა თქმა უნდა არ გეცოდინებათ, თქვენ გეცოდინებათ რატო? ბატონო? რა თქმა უნდა, რატომ მეთქი ვარ პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანი და რაზე აკეთებთ აქცენტს არ ვიცი. თქვენი პრობლემა არის. რას აკეთებენ ვიცი. კარგი, თქვენ ახლა გაგვით შანსი საზღვარგარეთ და ქართულ ამომრჩევლს გააგებინოთ კონკრეტული გზავნილები. კი ბატონო, გეტყვით მე კონკრეტულ გზავნილებს, მე წარმოვადგენ ისეთ რაიონს, ნუ ყოველ შემთხვევაში ბატონმა ზაზამ ისეთი სურათი დახატა თითქოს და როგორც ბატონი ივანიშვილი ამბობს, ნუ ეკონომიკური მაჩვენებლებით ჩვენ უკვე გავუსწარით ამერიკის შეერთებულ შტატებს და სადღაცა ცოტა ხანში შეიძლება ასეთ რამ არ არის და გვაქვს ეკონომიკაში. ხო, ნუ მაკროეკონომიკაზე გვესაუბრობდა ბიზნესში. კი ბატონო, მოგახსენებთ, მე წარმოვადგენ იმ რაიონს, სადაც ელემენტარული აგერ 4 წელი ჩვენ ვუყურებთ ქართულ ოცნებას, რომელიც არის ხელისუფლებაში და ელემენტარული, აი
ჩემს რაიონში, სადაც მე ვარ წარდგენილი მაჟორიტარად, არის უბანი, განსხვავებით თბილისის სხვა უბნებისაგან, არის ისეთი უბნები, სადაც ელემენტარული აფთიაქი არ არის. ადამიანი ელემენტარული ცუდად რო გახდეს, უნდა გაიაროს რამოდენიმე კილომეტრი, მე შემიძლიათ დაგისახელოთ ეს უბანი და ის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც აირჩია დღეს გამოდიან და ბრტყელი სიტყვებით ძალიან კრიტიკულად არიან, ესე ვთქვათ, განწყობილი ბატონი. გოდიშით, ჩვენ როგორ ქვეყანას ვაშენებთ? თქვენი მიზანი რა არის? ეს იყოს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული ქვეყანა თუ სხვანაირი? სხვანაირი არსებობს. ხო, სხვანაირი იყო კომუნისტური მაგალითად. აფთიაქი არის კერძო ბიზნესი. კერძო ბიზნესმენი თვითონ წვეთს რომელ უბანში გახსნას და რა დროს თავისი აფთიაქი. ყველა აფთიაქები არის კერძო ბიზნესი და ხელისუფლების ხელისუფლება ხო, ხელისუფლება უნდა იცავდეს თავისი მოქალაქეების ინტერესებს. რა უნდა ქნას? ელემენტარული თუნდაც ის რომ ჭირდება ადამიანს ელემენტარულად წამალი და იმის გულისთვის არ გაიაროს დაუშვათ 10 და 20 კილომეტრი. გვირჩიეთ რა უნდა გავაკეთოთ? შეიძლება გვირჩიოთ რა უნდა გავაკეთოთ? ხელისუფლებამ გახსნას აფთიაქი? ყოველ შემთხვევაში იმ მაჟორიტარს ელემენტარული ის მაინც შეეძლო მოსახლეობა დაეყვალიანებინა ან რეკომენდაცია გაეწია თუნდაც მოეთხოვა პასუხი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, რომელიც არის იმ რაიონში და ან რომელიმე კერძო კომპანიასთან თუნდაც მათი მეშვეობით ეწარმოებინათ მოლაპარაკება იმის შესახებ, რომ გახსნილიყო აფთიაქი. ძალიან სრული არის მოთხოვნა არის, იქ არის ლეიბორისტებისგან ქართულოდ. სადაც არის მოთხოვნა, იქ არის მიწოდება. ბატონო, ეს ბაზრის ელემენტარული პრინციპია. ელემენტარული პრინციპია, თუ იქ იქნება მოთხოვნა წამალზე იმდენი, რომ იმ რაიონმა ერთი აფთიაქი შეინახოს, იქ აუცილებლად გახსნის კერძო მეწარმე. ყველაზე საინტერესო ალბათ ეს თემა, გიორგი, აქვს თუ არა თქვენს ამომრჩეველს იმის საშუალება ფინანსურად, რომ მივიდეს აფთიაქში და იყიდოს წამალი. ალბათ ეს არის მთავარი პრობლემა, რაც შეიძლება სამგორის რაიონში. მოქალაქეებს ეთქეთ, სანამ კითხვას გაცეთ პასუხს, ჩვენ რეკლამაზე გავალთ, რეკლამის შემდეგ განვაგრძობ დებატებს. სოციალიზმი თუ კაპიტალიზმი გაგიკვირდებათ და ასე დავასრულეთ ჩვენ წინა ბლოკი და შეკითხვა იყო ლეიბორისტული პარტიის მისამართით. ქართული ოცნების წარმომადგენელი ამბობს, რომ თუ ბაზარზე იქნება მოთხოვნა, შესაბამისად იქნება მიწოდება და თქვენ საუბრობდით სამგორის რაიონში აფთიაქების დეფიციტურია აფთიაქები იქაური მოსახლეობისთვის. სხვა რა პრობლემები აქვს და ითანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას, რომ საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე თუ მოთხოვნა იქნება არსებობს მიწოდებაც. კი ბატონო, მოგახსენებთ, ანუ ის რომ რომელიმე კერძო კომპანიამ ან ორგანიზაციამ ან ბიზნესმენმა უნდა გაახსნას რომელიმე რაიონში თუ არის საბაზრო მოთხოვნილება აფთიაქი, ეს გასაგებია, ეს მესმის. მაგრამ მაშინ მითხარით, რატომ არ უნდა იცავდეს ხელისუფლება დაუშვათ იმ მოხუცის ინტერესებს, რომელსაც ელემენტარული წნევის დამწევი წამალი სჭირდება. ანუ პრობლემა ხო არის წარმოქმნილი, არა? შესაბამისად, რომელი რა პრობლემაც აწუხებს მოსახლეობას, ამ პრობლემების მოგვარებაზე უნდა ფიქრობდეს, მე ვფიქრობ, ხელისუფლება და ზუსტადაც ამიტომ ირჩევს ხალხი და ჩვენი მოსახლეობა და იმიტომ ანდო ჩვენმა მოსახლეობამ 4 წელიწადი თქვენს კოალიციას თავისი ბედი, რომ შესაბამისად მათი ინტერესების დამცველები ყოფილიყვნენ ეს ადამიანები. ჩვენ რა მივიღეთ? ჩვენ მივიღეთ ესე ვთქვათ ამისი საწინააღმდეგო ყველაფერი, იმიტომ რომ 4 წლის განმავლობაში რა დაპირებებიც გასცა ქართულმა ოცნებამ, აქედან შეიძლება ითქვას, მე არ ვაჭარბებ, შეიძლება ითქვას, რომ 99% ვერ შეასრულა, აქედან გამომდინარე შესაბამის პასუხს გასცემს ჩვენი ამომრჩეველი თქვენ საარჩევნო პროგრამასაც ძალიან კარგად იცის დარწმუნებული ვართ ამაში ვინ რა გააკეთა ამ ქვეყანაში აქედან გამომდინარე განაჩენი იქნება მე ვფიქრობ 8 ოქტომბერს გამოტანილი სერიოზული ამის პირობას მე გასწრებს რაც შეეხება ამ მიმართულებას პრაქტიკულად ყველაზე მომგებიანი თემა აიწია ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ ჯანდაცვის პროგრამაზე საერთოდ ვერავინ ხმას მერიღებს ისეთი წარმატებული იყო ჯანდაცვის პროგრამა. ჩემს საარჩევნო ოლქში 2000 ადამიანს დაუფინანსდა ოპერაცია. აქედან ძალიან დიდ ნაწილს
თანადაფინანსების საშუალებაც არ ქონდა და ან მერიამ ან ადგილობრივმა გამგეობამ სრულად დაუფინანსდა ოპერაცია. 1950 ადამიანს სრული მედიკამენტური კომპლექტი გადაეცა მედიკამენტების, რომელიც ჭირდება. ეხლა ჩვენ 300 პირველადი მოხმარების მედიკამენტზე უწესებთ ზღვრულ ფასს კერძო ბიზნესს. იმის ზევით პირველადი მოხმარების 300 მედიკამენტს ვეღარ გააწვირებენ. მე ნამდვილად ბატონო ზაზა ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ პირადად მე შემიძლია ფაქტი გითხრათ, გურჯაანში, ჩვენ საქველმოქმედო ღონისძიებაც ჩავატარეთ და ელემენტარული გურჯაანის გამგებელმა, რომელმაც მისმა რაიონმა ამ პრემიებში და დანამატებში დახარჯა 1 მილიონი ლარი 2016 წელს თუ არ ვწდები 1 მილიონი ლარი, იქ არის ასეთი ბავშვი, რომელსაც გადაუდებლად სჭირდება შესაბამისი მკურნალობა, რაც ესაჭიროება, როგორც ვიცი, გულის გადანერგვა სჭირდება. ანუ სიკვდილის სიცოცხლის იმაზე არის ეს ბავშვი და თქვენი აზრით გურჯაანის გამგეობას უნდა გამოიყო თანხა იმისათვის, რომ ამ ბავშვის ოპერაცია ჩატარებულიყო? ყოველ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროსაც მიუმართეთ ჩვენ და არაფერი არ გაუკეთებია ამ ბავშვთან დაკავშირებით. არც გურჯაანის თქვენ რას გააკეთებთ ეს შემთხვევაში? მე მაინტერესებს ლეიბორისტული პარტია რომ ყოფილიყო მმართველი პარტია. მოდი ესე ვთქვათ რა. დაუფინანსებდა, დაიწყებს თუ არა ლეიბორისტული პარტია ასეთი ძვირადღირებული ოპერაციების დაფინანსებას და საიდან წარმოგიდგენია თუ თქვათ ერთია რომ გაქვთ სურვილი მაგალითად რომ დაეხმაროთ და ეს ძალიან მისასალმებელია ალბათ ყველას მხრიდან ვინც ახლა სტუდიაში მყოფებით რომ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ მოზარდს რომელსაც პრობლემები აქვს. რეალურად როგორ წარმოგიდგენიათ, ანუ ბიუჯეტი ეს ხომ არ არის ფარატინა ფურცელზე დაწერილი ციფრები, რომელიც როცა მოგვიდება რაღაც მიღებათა გეტყვით, მოგახსენებთ როგორ წარმომიდგენია ისე რომ 150 დეპუტატი რომელიც არის პარლამენტში მინიმუმ $20,000 ჯიპით დადის ეს მინიმუმ უამრავი თანხები ხარჯება მათ მივლინებებზე, მათ პრემიებზე, დანამატებზე. დამერწმუნეთ, რომ 3 მილიონ ნახევრიან ქვეყანაში, ესეთ ერთი პეწო ქვეყანაში, როდესაც ამდენი თანხები იხარჯება მთავრობის შენახვაში, ხო? დამერწმუნეთ, რომ 40 და $50,000 ნამდვილად არაფერი არ არის სახელმწიფოსთვის იმისათვის, რომ ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინონ. ასეთი რამდენი ადამიანია? ასეთი რამდენი ადამიანი. თქვენ მოიყვანეთ ერთი შემთხვევა, ხო? თუ შეიძლება გვარი და სახელი ჩამაწერინეთ. გიორგი ჯაჭვაძე. გიორგი ჯაჭვაძე. რამდენი წლის არის? გურჯაანის რაიონში. გურჯაანის რაიონში, კი ბატონო, ეს ბავშვი არის 17 წლის. სოციალურად დაუცველია? სოციალურად დაუცველი არის. სოციალური დახმარებაც კი მოუხსნეს. სოციალური დახმარება რომელიც ერთი მაგალითი მოიყვანეთ თქვენ, რომელსაც აუცილებლად გადავამოწმებ რაში არის საქმე. ანუ თქვენ საუბრობთ რომ ეს სისტემურია, რომ ადამიანებს ჯანდაცვაში დახმარება არ ეწევათ. ყველაზე წარმატებულ პროექტს აკრიტიკებთ ახლა და ამით გულებს კარგავთ. კი ბატონო, გულებს არ კარგავ. ელემენტარული კონსულტაცია რო გაიარო, ჩემს მაგალითს მოგიყვანთ. მე დავდივარ ელემენტარულ კონსულტაციაზე, რომ მივიდე 25 ლარს ვიხდი უბრალოდ რომ მივიდე და რაღაც ესე ვთქვათ გამოკვლევა ჩავიტარო ან უბრალო კონსულტაციაზე გელაპარაკებით. და თქვენ რასაც უფასო უნდა იყოს ყველაფერი? ჩვენი პროგრამიდან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ და მიგვაჩნია ასე, რომ ამ ქვეყანაში უფულობის გამო ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ და ჯანდაცვის პროგრამა მთლიანად სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს. თბილისის ბიუჯეტი იცით რამდენია? თქვენ იცით რამდენია? რამდენია? არა, მე გითხეთ და ეხლა თქვენ გინდათ მე მათქმე ვინმე. არა, თბილისის ბიუჯეტი და რამდენი პროცენტი მიდის ჯანდაცვაზე და სოციოზრუნველყოფაზე, იცით? ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რა პრობლემებია, მაშინ გზას ვეღარ დააგებ. თუ გზას ვეღარ დააგებ, მაშინ ქალაქს ვეღარ გაანათებ. თუ ქალაქს ვერ გაანათებ, მაშინ ტურისტს დაკარგავ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფრის დაბალანსება და მიმართვა ისე, რომ ერთი საქმე არ გააფუჭო, თორე თუ ესეთი სოციალური გვექნება, ქვეყანა ვეღარ განვითარდება. გზებზე აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ არ შეიძლება ესე საუბარი, იმიტომ ყველაზე წარმატებული პროგრამა რაც არის, ეს არის ჯანდაცვის პროგრამა, რომელზეც არავინ არ დაუწყდა. მაინც და მაინც ამ თემას მიადეკთ, კი ბატონო, აგერ გვისმენს მსმენელი და თვითონ გამოიტანს დასკვნას, იმიტომ რომ მე 2000 მაგალითს გეუბნებით დაფინანსებული ოპერაციის და ეხა ერთი გავიგებ აუცილებლად. არა, ერთი არა ბატონო ზაზა, უამრავი არის ასეთი ფაქტი, იმიტომ რომ
ძალიან ბევრი ადამიანი ვერ მიდის საზღვარგარეთ უბრალოდ თქვენ გეცოდინებათ ეს ამის შესახებ ანუ ოპერაცია რომელიც არ კეთდება საქართველოს შესაბამისი ტექნოლოგიები ასეთი ოპერაციები ღირს 50000 80000 მე მითხრათ რომ პირველ რიგში ეს პრემიების გადაღებული თემა ყველა მიმართულებით ბოდის მოვხდი გიორგი აბა მაშინ თქვათ რომ всё ის $40000 ვერ გადავიხდით ანუ სახელმწიფო ვერ დაიცავს იმიტომ რომ არ არის ამის შესაძლებლობები ამიტომ უნდა იღუპებოდნენ ადამიანები უფლობის გამო ეს არ ვთქვამთ გზები რომელიც იგებოდა თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის დროს მაგრამ ყველამ ვიცით რომ ასფალტი არ იჭმებოდა მაგრამ დღეს ვსაუბრობთ იმაზე რომ თქვენ ახსენეთ რომ ასფალტი უნდა დაიგოს გზა უნდა დაიგოს ზუსტად ორჯერ იმდენი გვაქვს დაგებული ორჯერ იმდენი როგორც ქალაქში ისევე ავტობანებზე და თან ეს თანხა შემცირებული გვაქვს ანუ იქიდან გამონთავისუფლდა თანხები უფრო იაფად უფრო ხარისხიანად ვაგებთ მიბრძანდით ნახეთ წყნეთის გზა მიბრძანდით ნახეთ კოჯორი სამადლოს გზა ნახეთ ის ავტობანები რომელიც დაიგო უბრალოდ იქ არავინ ფორმულა 1-ის მანქანით არ დარბის და სამი ტელევიზია დღილიდან საღამომდე ამ გზებზე არ ლაპარაკობს 180000 კვადრატული ის არის დაგებული ჩემ უბანში და ორი იმდენი დაეგება მომავალ რა კი ბატონო და რასაც გიორგი საუბრობდა პრემიები დანამატები ეს იყო გეტყვით აუცილებლად თემა 4 წლის განმავლობაში და საბოლოო ჯამში პარლამენტარს და მინისტრს ჰქონდა რომ შევაჯამოთ საბოლოო ჯამში ეს ადრეც ესე იყო და ასე ხდება დღესაც სრულად რომ შევინახოთ ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურები ყველა თავიდან ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით ეს უჯდება ბიუჯეტ 3 მილიარდი ლარი ეს არ არის ყველაფერს თავი დავანებოთ ბოდიში თუ შეიძლება ჯერზაზას მივმართავ თქო და ერთ-ერთი პარტია მაგალითად საუბრობს სახელმწიფო ხალხისთვის ამბობს რომ ამ 3 მილიარდს შეამცირებს და წაიღებს და მიმართავს სოციალურ პროგრამებში რამდენად არის ეს შესაძლებელი რომ ამთან კამრების შემოჭერის პრინციპი კონტროლდება 90-იან წლებში მოგეხსენებათ როგორი ხელფასი ჰქონდა პარლამენტარს და როგორი ჰქონდა მინისტრს კორუმპირებულიყვნენ მინისტრები და მთელი საქართველოს სახნავი სათესე მიწები იმ დროინდელი პარლამენტარების ხელშია რომლებიც აქ დაკონსერვებული ან არენდით გაცემული ან იჯარით გაცემული ამას მე ყოველთვის იმას ვამბობ რომ ნებისმიერი ხელისუფლება რომელიც გაატარებს სწორ რეფორმებს მე გამორიცხულია რომ უმადური ვიყო და არ დავინახო ხელფასების მატება უბრალოდ მე მიიღო ამან არანორმალური ფორმა თორე ნაციონალური მოძრაობის დროს რაც მოხდა ხელფასების აწევა ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო იმიტომ რომ გამორიცხულია 300 ლარზე მინისტრმა იმუშაოს გამორიცხულია იმიტომ იყო რომ დამატებით ბიზნესებში და იმაში იყვნენ გარეულები თქვენ ეს თანხები რო ნახოთ ეხლა აი რაზეც ვსაუბრობთ ჩვენ რომ პარლამენტარები და ისინი ეს ეხლა რო შეადარო მაგალითად 10 ლარიან მატებას პენსიის, ხო? პენსიის 10 ლარიანი მატება, რომელიც პრაქტიკულად არაფერს არ ქმნის, წელიწადში არის 80 მილიონი, 100 მილიონი დაახლოებით. დიახ. ანუ ის თანხები, რასაც ჩვენ საუბრობთ, რომ თქვა პარლამენტარებს აქვს და მინისტრებს, ხო? ჯერ ესეთი გეტყვით, რომ 10 7-ჯერ არის შემცირებული პრემიები. მინდა გითხრათ, რომ ყველა ავტომობილებზე კი ბატონო იყო შემთხვევები, როცა მადა ვერ მოთოკეს ადამიანებმა, ავტომობილებზე არის დაწესებული უკვე ზღვარი, როგორი უნდა ყავდეს და რაფასიანი მინისტრს, მოადგილეს და პარლამენტარს. ეს ზღვარი არის დაწესებული და თითქმის 8-ჯერ, 10-ჯერ არის შემცირებული პრემიების და დანამატების სისტემა. მე შემიძლია საბუთები მოვიტანო და ეხლა ზეპირად ლაპარაკი იმისათვის, რომ თქვათ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს რაღაცა ის მიაყენო, ესე არ ხდება ეს რა. თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენ რომ მოხდეთ ხელისუფლებაში ველოსიპედებით იბლით? ანუ აქ ველოსიპედებით სიარულზე არ არის საუბარი, აქ არის საუბარი იმაზე, რომ მე ზუსტად ახლა გამახსენდა ნაციონალური მოძრაობის რიტორიკა, ზუსტად აი ასეთ კონტექსტში საუბრობდნენ ისინიც, კეთდება ეს, ჩვენ გავაკეთეთ ეს, ჩვენ გავაკეთეთ ის. ბატონო ზაზა, თქვენ თუ ამბობთ იმას, რომ $50,000 დაუშვათ, რომელიც საზღვარგარეთ უნდა გაკეთდეს, კონკრეტული, აი რო დავკონკრეტდეთ. სოფლის მეურნეობაში გვაქვს ეს უკაცრავად დავასრულებ. არა, ნუ ისე ამბობთ თქვენ რომ ანუ იქ ძვირი არის ოპერაციის გაკეთება. არა, ამოწურეთ ეს თემა გიორგი, ერთი და მე უბრალოდ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. ის ნორმალურია თან, მით უმეტეს თქვენც ხელოვნების სფეროს წარმოადგენთ და მეც. ის ნორმალურია დაუშვათ, როდესაც ამბობთ იმას, რომ არა გაქვთ იმის ფული, რომ $50,000 გადაუხადოს სახელმწიფომ ადამიანს, რომელსაც სამყაროსაც ცოცხლო ბრძოლა აქვს და ის არის ნორმალური, რომ ამ მთელი ზაფხულის განმავლობაში უამრავი რამოდენიმე ათეულობით
რამოდენიმე ათეული მილიონი ლარი გადაიხადა ჩვენმა სახელმწიფომ, რომ რა ვიცი, რომელი მომღერალი უცხოელი მომღერლები ქვეყანას ჩამოიყვანეს აქ. ეს ნორმალური პროცესია? იცით რა? და უამრავი ხელოვანი არის საქართველოს ჩავიცვათ შავები. თქვათ რომ 2008 წელს ავაგეთ ომი და საერთოდ აღარც კონცერტი გვინდა, აღარც ის გვინდა, ხალხი ყავს გაჭირვებული და გლოვაში გადავარდეთ. ეს ვარ მოხდებოდა, იცით რამდენი ტურისტი იყო, როცა ნაციონალურ მოძრაობას ჩამოყალიბდა, რამდენი ტურისტი იყო საქართველოში? მე არ ვიცი, რა უნდა უთხრათ, რომ ნუ გაერთობი, იმიტომ რომ ჩვენ დასაფინანსებელი გვაქვს ოპერაცია. ტურისტებს უნდათ სანახაობა, ტურისტებს უნდათ გართობა, ტურისტებს უნდათ ღვინის დალევა, ტურისტებს ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა. თავის დროზე ჩამოყავდათ ცნობილი მომღერლები, ამას ძალიან აქტიურად აპროტესტებდა და აკრიტიკებდა. უფასო არ ყოფილა. ჩვენი არ ყოფილა საქმეც მაგაში არ ყოფილა. მაშინ უფასო მაინც იყო, ეხლა კიდე ფასია. გეტყვით რა. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი საქართველოს მთავრობამ დააფინანსა 2 მილიონი ლარით და გადასახადის საშუალებით დაუბრუნდა 4 მილიონი ლარი. იცით ეს ციფრები? არა, მე რა ციფრებიც ვიცი, მე ძალიან კარგად ვიცი ის. არა, ფაქტი რაც არის, მე გეუბნებით. მე ფაქტს გეუბნებით, რომ 2 მილიონი ლარით ელექტრონული მუსიკის ფესტივალი დააფინანსა საქართველომ, 4 მილიონი ლარი დაუბრუნდა ბიუჯეტში და ამის გარდა რეგიონში კიდე უამრავმა ადამიანმა ისავა ის 4 მილიონი. საწარი რა გაკეთდა იმ 4 მილიონით? ეხლა ჩვენ რა ბიუჯეტი რა გვაქვს, რა კეთდება, ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ანუ ეს იყო თანადაფინანსება, რომელიც გამართლებული. თანადაფინანსება იყო, რომელიც რაც არის 9 მილიარდია თუ 10 მილიარდი, რა ვიცი, აქედან ნახევარზე მეტი კი არა, ამათ ბედნიერებაზე იხარჯება. საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე, საკუთარი ბიზნესის ინტერესების სუვერენიტეტის გაძლიერებაზე და ლაპარაკობთ. რა ციფრები მოგიყვანეთ? 10 დაიწყეს და რა ციფრები მოგიყვანეთ? 30 მილიონი გადაიხადეთ იმაში, რომ ჩამოგეყვანათ ვიღაცა უკბილო მომღერალი იქიდან, რა ქვია, უცხოეთიდან. ანუ აქ კიდე საქართველოში ამდენი ახალგაზრდა ხელოვანი არის, ვისაც იცით რა მაინტერესებს? სჭირდება გვერდში. ამ შემდეგ რაც ამ არჩევნებს მოიგებს ქართული ოცნება. თქვენ იტყვით იმას, რომ პოლიტიკური პროგნოზის უნარი არ აქვს თქვენ ლიდერს და თქვენ? ვის არ აქვს პოლიტიკური? მას შემდეგ რაც ქართული ოცნება ამ არჩევნებს მოიგებს, ერთხელ და სამუდამოდ იტყვით თქვენ, რომ პოლიტიკური პროგნოზის უნარი არ აქვს. მოდით ხელი ჩავარტყათ რა. მე გეუბნებით, 100%-იანი გარანტია შემიძლია მოგცეთ, რომ თქვენ და თქვენი კოალიცია არჩევნებს კი არ მოიგებს, თქვენი კოალიცია ჩემოდნებს უნდა ალაგებდეს და გარბოდეს საქართველოს. თანხდებით? თანხდებით იმაზე. პოლიტიკიდან მიდიხარ თუ წააგეთ ეს არჩევნები? მე მივიდივარ პოლიტიკიდან, ლეიბორისტებთან თუ წავაგეთ არჩევნები, მე გეუბნებით, აი ჩემი ხელი რომ თქვენ ვერ მოიგებთ არჩევნებს. არა, ის პირობა დავდოთ რა. არა, ჩვენ პოლიტიკიდან დიდი ხანი არ ვაპირებთ კიდევ წასვლას, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი საქმეები გვაქვს გასაკეთებელი და კიდევ ერთი ფაქტი არ გავეთ საქართველოს მოსახლეობა არ გენდობათ მაგაში. ვის არ გენდობათ? თქვენ გენდობათ, რომლებმაც ჩაწერეთ სიაში ისეთი კაცი, რომელიც არის საკუთარი ბიზნესის ინტერესების დამცველი და თქვენ გველაპარაკებით კიდე რაღაცაზე. ის არა, სხვა თემას არ ვხდებით. ეს არის ჩვენი მოსახლეობის მოწამვლა და ფაქტიურად თვითმკვლელობამდე მიყვანა. ის გაიხედეთ გინდათ მეზობელს კონკრეტულად ისაუბრეთ სახელმწიფო. კონკრეტულად გეტყვით, ეს კაზინოები, რომლებიც ფაქტურად აუბედურებს ჩვენს მოსახლეობას და ეხლა ბატონო ვინ არის სიაში ისეთი, რომელიც ანადგურებს ისკოდასენზე მაქვს საუბარი და ჩაწერეს სიაში. ეს ადამიანი დაიცავს ახლა თქვენ როგორ გონიათ ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს. თუ შეიძლება გიორგი შეიძლება მითხრათ რომ აი ამ ონლაინ სესხებით და კაზინოებით ლას-ვეგასი უნდა გაქრეს დედამიწის ზოლიდან? არა, გაქრეს არა. გაიხედეთ მეზობელ ქვეყნებში არის სადმე? ლას-ვეგასი უნდა გაქრეს. აზერბაიჯანს ნავთობი აქვს, ჩვენ არ გვაქვს. აქ ამაზე არ არის საუბარი რა, უამრავი ადამიანი უბედურდება საქართველოში და შესაბამისად ჩვენ ქართველები მიმართეთ გაუბედურებულ ადამიანებს, რატომ უნდა აგირჩიოთ თქვენ, მიმართეთ კამერაში, შეგიძლიათ მიმართოთ თქვენ ამომრჩევლს და სანამ ამას გააკეთეთ, თუ შეიძლება მითხარით, რა გინდათ ხელოვან კაც პოლიტიკაში? რა მინდა? მე გეტყვით ახლა ის რომ ხელოვანი ადამიანი არ უნდა იყოს პოლიტიკაში, ის რომ სპორტსმენი არ უნდა იყოს პოლიტიკაში, ის რომ მე მაქვს ასეთი აზრი. იცით როგორ უნდა დაწეროთ საკანონმდებლო ინიციატივა, მაგალითად ხვალ რომ პარლამენტის წევრი გახდეთ? მე მოგახსენებთ, მე მაქვს ასეთი აზრი, რომ ყველა სფეროს წარმომადგენელი უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანოში. ეს ხელოვანი იქნება, იურისტი იქნება,
თუ სხვა რომელიმე სფეროს წარმომადგენელი. საქმის კეთებას და მოსახლეობისთვის რაღაცა სიკეთეების გაკეთებას დიდი და ბევრი რაღაც ისეთი რა თქმა უნდა ეს ცოდნა აუცილებელი არის ყველა მიმართულებით, მაგრამ დღეს ელემენტარული პრობლემების მოგვარება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი და ძალიან დიდ სიძნელეებთან არ არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. როგორც ბატონი ზაზა ამბობს. ჩვენმა ამომრჩეველმა, ყოველ შემთხვევაში უკვე ჩამოყალიბებული არის ჩემი აზრით და ის რომ 60 და 70% არჩევნებზე არ აპირებს მისვლას მე არ მგონია ეს მართებულად და სწორად და არც არის ესე ვთქვათ მოსაზრება. რა მონაცემებით და იმ მონაცემებით რომ რაც 4 წლის განმავლობაში გააკეთა თქვენმა კოალიციამ ზუსტად ეს მაძლევს იმის საშუალებას რომ თამამად თქვა რომ მთელი საქართველო დაირაზმება და დავირაზმებით ყველა ერთად და თქვენ 4 წლიან უმოქმედობას გავცემთ პასუხს და გამოუტანთ განაჩენს 8 ოქტომბერს იმ ხელისუფლებას, რომელ ხელისუფლებასაც წარმოადგენდით, ყოველ შემთხვევაში დღეს კიდე გაქვთ სურვილი იმისა, რომ წარმოადგენდეთ ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ ჩვენს ამომრჩეველს და თლიანად ჩვენს მოსახლეობას, რომ არც ერთი ადამიანი არ დავრჩეთ სახში, უმოქმედობით ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით, აქედან გამომდინარე მასიურად უნდა გამოვიდეთ, ისე როგორც მოხდა 2012 წელს და არ მივცეთ შესაძლებლობა არც გაყალბების და ყოველ შემთხვევაში ამ ხელისუფლებას გავცეთ საკადრისი პასუხი, როგორი პასუხიც ჩვენ გაგვცა აი ამ 4 წლის განმავლობაში. კი ბატონო ზაზა, აუცილებლად მოგცემთ რეპლიკის საშუალებას, მანამდე მინდა იგივე შეკითხვა დაგისვათ, ჩვენი საუბრის დასაწყისში ისაუბრეთ იმაზე, რომ 70%-ით გადახალისდა გუნდი. ბიძინა ივანიშვილი, მოდი ვაღიაროთ, რომ ქართული ოცნების მრჩეველი, ლიდერი არაფორმალურად ყოველ შემთხვევაში რეკომენდაციებს ხშირად გასცემს ხოლმე. ფაქტობრივად, როგორც კი გადადგა თანამდებობიდან და წავიდა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, საუბრობს იმაზე და საუბრობდა პერმანენტულად იმ საკითხებზე, რომ ქართულ პოლიტიკას აკლია პოლიტიკოსები და თავის დროზე, როდესაც 2012 წელს იქნებოდა საარჩევნო სია, აქცენტი გაკეთდა სახეებზე, რომელსაც ენდობიან ადამიანები და არა მათზე, რომელსაც გამოცდილება ჰქონდა, თქვათ, საკანონმდებლო ორგანოში მართვის. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე მესმის პატივისცემა, მესმის თქვენ მიმართ სიმპათიები ქართველი ამომრჩევლის, მესმის თქვენ უბანში, თქვენი ავტორიტეტი, მაგრამ საკმარისია ეს თუ არა და რატომ გადაწყვიტეს მათ და რატომ დასთანხმდით თქვენ თავის დროზე ამ ინიციატივას? მიმართავ მაშინ კი ბატონო, მიმართავთ თქვენ ამორჩეულს. 55 სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ვარ ინჟინერი ჰიდროტექნიკოსი, 2 წლის განმავლობაში მუშაობდი პროფესიით, ჯერ საპროექტო ინსტიტუტში, შემდეგ რკინაბეტონის ქარხანაში. ამის შემდეგ 5-6 წელიწადი ვიყავი დაკავებული კერძო ბიზნესით, მცირე ბიზნესით, ამაშიც მაქვს გამოცდილება. პარალელურად მყავდა ყოველთვის ჩემი ჯგუფი, 2000-იან წლებში უკვე 2 წლის განმავლობაში მიმყავდა რადიო უცნობში გადაცემა ნადირობის შესახებ, ბუნების დაცვის შესახებ და ბუნების სიყვარულის შესახებ. ამის შემდეგ მიმიწვიეს უკვე პოლიტიკურ თოქ-შოუში, ჯერ რადიო მაესტროში, დაახლოებით რამდენიმე თვე მუშაობდი და შემდეგ უკვე ტელე მაესტროს ეთერში, სადაც პირდაპირ საუბარი მიმყავდა. მქონდა ბედნიერება, რომ შევხედროდი უამრავ პოლიტიკოს, ეკონომის, ფინანსის, სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლებს, მოკლედ უამრავი ადამიანი იყო ჩემი სტუმარი, ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე და აი ამ გამოცდილებით მოვდივარ პოლიტიკაში. მინდა გითხრათ, რომ ვისურვებდი, რომ პარლამენტში უმრავლესობას შეადგენდნენ იურისტები, ისტორიკოსები, ეკონომისტები და ასე შემდეგ, მაგრამ ხელოვნების და ბუნების სფეროდანაც დაახლოებით 10-12 ადგილი რო იყოს, აქ პრობლემას ვერანაირს ვერ ხედავ, თუნდაც 15 მით უმეტეს რომ იქ არის კომიტეტები როგორც კულტურის, ასევე გარემოს დაცვითი, სადაც შემიძლია ძალიან აქტიური ვიყო. გარემოს დაცვას გულისხმობ, რომ ჰიდროტექნიკაც პირდაპირ არის ბუნებასთან დაკავშირებული, რადგან პრობლემები ჩდება როგორც წესი დატბორვის და აქაც შემიძლია ძალიან აქტიური ვიყო და საკმაოდ კომპეტენტური. ამიტომ ვთვლი, რომ პარლამენტში ვიქნები კარგი დეპუტატი. ჩვენ უნდა დაგვიჭიროს მხარი, იმიტომ ჩვენმა მოსახლეობამ, რომ ჯერ ერთი შევცვალეთ რეჟიმი, რომელიც უკვე გაუსაძლისი იყო და გარდა ამისა, თუ გადახედავენ სამინისტროების მიხედვით დაწყებული სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რომელსაც ისტორიული პროექტები განხორციელდა,
ეკონომიკის მიმართულებით, როდესაც პრაქტიკულად ურთულესი სიტუაციის მიუხედავად 2.5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და წინ ძალიან დიდი გამოწვევები გველოდება, ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმები, როცა არც ერთ ადამიანს დღეს ექიმთან მისვლა აღარ ეშინია და პრაქტიკულად ყველა არის დაზღვეული და საგარეო ურთიერთობები რაც თავარია. იმ ფონზე რომ 700 მილიონი დოლარის პროდუქტია გასული რუსეთში, ჩვენ ისტორიულად დაუახლოვდით ევროპას, მივიღეთ ასოცირებული წევრობა, უვიზო რეჟიმი სულ მალე გაუქმდება საქართველოსთან და თავისუფლად შეეძლებათ მიმოსვლა ჩვენ მოქალაქეებს, მივიღეთ თავისუფალი ვაჭრობა, ჩინეთის მიმართულებით მივიღეთ თავისუფალი ვაჭრობა და ქართული ღვინოები კიდევ უფრო დიდი მოცულობით დაიძრება ჩინეთისკენ და ამავე დროს გახსნილი გვაქვს ნატოს სასწავლო ცენტრი, რომელიც ჩვენ ჯარისკაცებს ძალიან დიდ გამოცდილებას და ძალიან დიდ ცოდნას ზენს. ამიტომ როგორც საგარეო პოლიტიკაში, ასე საშინაოში ძალიან დიდი ესეთი ძალიან წარმატებული 4 წელი გველოდება. ჩვენ მიზნად ვისახავთ ეკონომიკურ რეფორმას, რომელიც მოგების გადასახადისგან განთავისუფლების საშუალებით ძალიან ბევრ ადამიანს დაასაქმებს და ასევე განათლებას, რადგან თვლით რომ განათლება არის ქვეყნის გადარჩენა. უამრავ ადამიანს ხვდები, არიან უმუშევრები, სამწუხაროდ უდიდეს პროცენტს, როდესაც ვეკითხები პროფესიის შესახებ და უნარჩვევების შესახებ, ძალიან დიდი პაუზა არის. ამიტომ ჩვენ უნდა გვყავდეს განათლებული ადამიანები, რომლებიც მხარს აუბავენ თანამედროვე მოთხოვნებს, რომელიც აქვს კერძო ბიზნესი. დღეს საქართველოში 85% დასაქმებულის დასაქმებულია კერძო ბიზნესში, მხოლოდ 15%-ია დასაქმებული სახელმწიფო სამსახურში, ისიც ტყუილია ნაციონალური მოძრაობა, რასაც გვაბრალებს 18% იყო მათ დროს და პირიქით შემცირებულია და არაგაბერილი ეს შტატი. ძალიან დიდი მადლობა ზაზა ხუციშვილი, ნომერ მე-3 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტია ქართული ოცნებიდან და გიორგი ჩიტაური, ნომერ მე-12 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამგორის რაიონიდან. ეს არის გადაცემა კვირის აზრები და რეკლამის შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ